მე მინდა გაგაცნოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადება. ძირითადი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ერთ-ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის ვანო მერაბიშვილის დაკავება ნათლად წარმოაჩენს საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის არაერთგზის ღიად გამოცხადებულ განზრახვას ძალისმიერი მეთოდებით გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში. ოპოზიციის განადგურების ეს კამპანია შენიღბულია ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენით და სინამდვილეში წარმოადგენს შერჩევითი სამართლისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკურ ნიმუშს. ეს ნაბიჯი ახალ მძიმე პოლიტიკურ რეალობას ქმნის ქვეყანაში და დიდ დარტყმას აყენებს საქართველოს როგორც ცივილიზებული ევროპული ქვეყნის იმიჯს. სამწუხაროა, რომ მთავრობა უგულვებელყოფს ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. მნიშვნელოვნად იკლო ეკონომიკური ზრდის ტემპმა. გაიზარდა უმუშევრობა. ჩვენს ქუჩებში კვლავ დაბრუნდა კრიმინალი. სამთავრობო წრეებში მძლავრობს კორუფცია. ამასთან სერიოზული საფრთხე შეექმნა ქვეყნის დასავლურ არჩევანს. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის გზით იზრუნოს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე, მთავრობა ოპოზიციის ღია დევნით არის დაკავებული. რისი მიზანია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპონენტების შევიწროება, კამპანიისთვის ხელის შეშლა, ოპოზიციის დეზორგანიზაცია და დემორალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, დაკავება სიმბოლურ სახესაც ატარებს. აკავებენ პოლიციის რეფორმის ავტორს და კრიმინალთა მთავარ მებრძოლს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის დაკავება ადამიანური თვალსაზრისით მძიმე დარტყმაა, ჩვენ ვაცხადებთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არათუ შეწყვეტს ან შეასუსტებს ბრძოლას, არამედ კიდევ უფრო დიდი შემართებით შეებრძოლება მთავრობის უგუნურ საქართველოსთვის დაღუპულ პოლიტიკას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა კრიმინალისა და კორუფციის წინააღმდეგ. ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის არ არის მხოლოდ ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ამოცანა. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მზად იყო და მზად იქნება იყოს ამ ეროვნული ღირებულებებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, ეს იყო პარტიის ოფიციალური განცხადება გენერალური მდივნის დაკავებასთან დაკავშირებით. მადლობთ.